კოლეგებო, ისევ ქუთაისში ვართ. მივდივართ ახლა სასტუმრო მემუარში. ხო, მემუართან შევასყიდეთ პირველ პრობლემას, რომ მანქანას ვერ ვაჩერებთ. მაგრამ აი აქ გავაჩერებ. საკმაოდ ახლოს გავჩერდით. პარალელური პარკინგების მამა ვარ რა. მემუარიც ანუ ზუსტ იმაში არის, ცენტრში არის საკმაოდ რა იმენა ცენტრში არის, ზუსტად წრიულთან არის. ატყვენს შემდეგ პოდერება ფეცაცმელები. გამარჯობა. როგორ ხართ? არა უშავს რა. ოთახის კარი მეგონა და ლიფტი აღმოჩნდა. 306 305 207 204 207 208 ისე რა ქვია, სასტუმროში რომ მოდიხარ, კაი ხანია ეს. გასაღებით არ გამიღია. რაღაცა გამიცაკ. აი, წავედით მემუარი. საკმაოდ დიდი ოთახია. ხო, ეს ოთახი შეგვხვდა, იმიტომ რომ შემოგთავაზეს ეგეთი ვარიანტი, რომ როდესაც ვიღებით ოთახს, ის იყო, რომ ვერანდიანი ოთახი არისო, ძალიან კაიო და ცოტა მასადული სტილი არისო. თუ არა პრობლემაო და პირიქით ძალიან კაია. ჩემთვის ძალიან კაია. საკმაოდ დიდი ნომერია. ოპა! აუ, ჩემგან ერთი პლუსი მემუარს, რომ საბნები მოკეცილი არ არის. მაგრამ ის თან ისეთ საწოლები არის რაღაც. საინტერესო. ტრადიციულად ვაკეთებ ხოლმე ხედი პირველი. ეი. არა, ხედი თან ცენტრში რო ხარ. ოუ, საქანელაც გვაქვს. არა, ხედი ძალიან კაია. თან ამინდიც მშვენიერი, ცოტა ვინერვიულით ამინდზე. იმიტომ რომ წვიმა იყო გამოცხადებული. მაგრამ ხედი ძალიან კაია. კაია, წამოვა შეგნით. საქანელაც, რაღაცა კონდიციონერი კიდგას იქ. სამშობლო მაგიდა. პატარა ვინტაჟური ნაჩნიკი. ძალიან კაი. შეგრძნება რაღაც შპილი, ძალიან საყვარელი სკამი არის. კაი ტახტი. კაი დივანი. მასადული სტილი ძალიან კაია. და კარგად ამოწყობილი. ეს 4 ადამიანისთვის რაღაც 4 მეგობარი რო ჩამოვიდეს, რა მშვენიერი ოთახია. საყინულეს რაღაცა ერთგვარი ხარვეზი აქვს ჩემი აზრით. ცოტა ზედმეტად მიყინული არის, მაგრამ მინიბარ. მაცივარი. მაცივარი არ იკეტება. კარგად და იმედი მაქვს მე არ დამბრალდება რომ გაფუჭდაო. დავით კლდიაშვილი, ჩემი ციკი. იცი? ეს ჯობია. სათხარ? ტარამ. საკმაოდ ჩვენი აბაზანა არის. რაღაცებს მე ვიტყვი, აქაც ის არის. ერჯიადი პატარა წუბიკები არ არის. დენტალ კიტი 4 ცალი. რაღაც უცნაური ნახურეთი არის. შეიძლება ის არის. საუნის ეფექტს ქნის და მანდ ორთქლი გამოდის. არ მგონია, მაგრამ ეს ნახურეთები ჩემი აზრით არის იმის გამო, რომ ვერ გაარტყეს სამბაკში. სხვა დუში ეყენა და მე ახალი რო დაყენდა, სხვა მხარეს მოუწია. აი, რასაც ამ ობობის ქსელზე ვერ ვიტყოდი. აი, ხო, ცოტა ობობის ქსელები არის. არა, ის სელპაკის შუსტებიც არის, 4 ცალი. ყველაზე მეტად ეს სკამები მომეწონა. რაღაც სასიამოვნო სკამებია. 4 საწოლია და 3 სკამი. ყველა საწოლს თავისი ინდივიდუალური სანათი აქვს. და ძალიან კაია. ის პატარა ტუმბოთი. და ფაზლი, რომელიც ალბათ ჩვენ დაგვიტოვეს, ეს გამოცდა არის.
მტკნარსანი კაცი ვარ და ეს აქედან და ალბათ ეს აქედან. ეს ზედმეტი ფიცრები გვაქვს, რომელიც მე გამაგრებაში დაგვეხმარება ალბათ რაღაცის. ფაზლი ოთახები რო არის, რომ უნდა გამოხვიდე. მისტიური ოთახია და შეიძლება რაღაცები უნდა ავაწყოთ იმ ფიცრებიდან, იმიტომ რომ აქაც ვიტყოვე ფიცრებს. ან ბუხარი ხო არ გვაქვს. ვინტაჟურად ძალიან კაი არის, ეს მანსარდული ტიპი. მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე თან მასადარში ვცხოვრობ. დანარჩენ რაღაცებს ვნახავთ რა კიდე. ღვინო შემოგთავაზეს, ქვემოთ მარანი აქვს, როგორც გავიგე და შეგვიძლია მე გადავინაცვლოთ ცოტა ხანი. ღვინის დეგუსტაციასაც განახებთ. არ ვიცი ხა მე რამდენად მესმის ეგ მიმართულება. ჩემთვის ღვინო ორი მიმართულებაში იყოფა. თეთრი და წითელი. ოპერატორ. всё, აბაზანა. გადავლების მერე შეფასება. ეს მივხვდი ნახვრეტები რატო არის, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ხო ძველებური სასტუმრო არის, ანუ რაღაც ვინტაჟური სტილი არის და რაღაცა. ალბათ ეკიდა ვინტაჟური დუში. და ეხა ეს არის ახალი. ეს ხელში შემჩა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ის აკლია უბრალოდ ვინტიკი აკლია. წყალი რაღაც რენდომ მომენტებში იცივდება და ცხელდება ხოლმე, ვერ გავიგე, მაგით ვიგინებოდი. ხო, აი უცებ რამოდენიმე გაცოდა, გაცხელდა და მოგეთ აბაზანა, დიდი ალბათობით ეს არის შემრევის კარტრიჯი რა. ეგრე მგონია მე რომ მაგის პრობლემა არის შემრევის კარტრიჯის. ხო, ნუ აბაზანა ცოტა მისახედი არის. იგივე დავაფიქსე. ანუ ქვედა ნელი დახურვითაა და ზედა იმით რა ქვია, ყარი დახურით. ეს ორივე ნელი დახურით არ გამოდია. დენტალ კიტი და ყურის ჭირები, ყურის ჭირებში 4 ცალი იდო. 2 დავხარჯე, 2 დავტოვე, მაგრამ მგონი 4 კოლოფი უნდა იყოს, რომ 4 თუ 4 საწოლი არის, 4 კოლოფი უნდა იყოს, არ ვიცი. წყალი საკმაოდ კარგად გავიდა სხვათა შორის. ხო და ეხლა რომ გამოვთქლა პუნდი, აქ წყალი დავტოვე. მაგრამ წეღან შევამჩნია რომ წვიმდა და მაგარმა ოპერატორმა კარი არ დაკეტა. და რო წვიმს, მოკლედ კარი თუ ღია გაქვს, აქ ცოტა წყალი დგება. ალბათ აი ოდნავ გადახურვა უნდა სახურ იმას და კართან, თორე ხო ვიღაცა მეტყვის რომ დაგეხურავ კარიო რო წვიმდაო, მაგრამ ეს უღია მაქვს კარი და მაგიტომ ისე აივანი გადახურული რო იყოს, ვაფშე მაგარი იქნებოდა ოდნავ რაღაც ტენტივით რო ქონდეს, იმიტომ რომ რო წვიმს ახლა ვერ გავდივართ და არადა საქანელა და რაღაც ფუჭდება. და ეს წყალი რო შემოვიდა, ვიფიქრე რომ რესეფშენზე დავრეკავ მეთქი. რესეფშენზე ვერ დავრეკე, იმიტომ რომ ტელეფონი იყო გათიშული. ხელი მტაცე მე ბრახ მეთქი დავარდა საჟიგალგები ძირს და გან უცნაური ის არის საკიდი არეტევა ეს თვითონ ჩამოსაკიდი არეტევა კედელში და ის არ არის რა ქვია რა უცნაურიც არ უნდა იყოს სარკე არ არის ანუ მარტო არის აბაზანაში სარკე ის რა და ის აი აქ აკლია სარკე ჩემი აზრით აქ უნდა იყოს სარკე მეძნიო ოხ კინო ამკარი მოგიხურე მაბატი ვერ მივეჩვია მაინც ეს კამერიანი კაცი რო დამყვება всё, ჩავედით ღვინის დეგუსტაციაზე. კიბით ჩავიდეთ და თან ინტერიერსაც დაგათვალიერებინებთ. აი კიბის, აი მარმარილოს კიბე. არ ვიცი ეს მარმარილო თუ არ მგონია რა მარმარილო, არ ვიცი. დღეს შუა დღეს ჩამოვიარე და ეს მომეწონა ძალიან. საგადოაც მეგონა რომ აქ სარკე უნდა ყოფილიყო. აქ დერეფანში ეს სარკეები არა ძალიან ლამაზია. აი ეს კედელი ძალიან მომწონს. ძალიან მოხდება, მაგრამ ეს ჯობია. კიდე ერთიანი არის არეული, მაგრამ არა უშავს. საუზმეც აქ არის? ой, რა კაია. ღვინო თქვენი არის თუ? ხოშე დავждე. მოგისმენთ? მერიანის მარანი მოდის სპეციალურად სასტუმრო კონკრეტულად ჩვენი სასტუმროსთვის, სხვაგან არ მიდის, ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გაგისინჯავთ და გასინჯავთ. ეს არის როგორც გავრცელებული სხვადასხვა ტიპები გვაქვს. აქ მშრალი, თეთრი, ყველანაირი ტიპის, ისევე როგორც აი აქ. კაი, თეთრს გავსინჯავთ. ხო. ის რო იციან ხოლმე ეს თავს ახვს რომ იმ წელს
დარწმუნებული ვარ, ახლა მე ეს ვიდეო რო დაიდება. ერთი ჩვენი ძმაკაც სახელმწიფოს დავასახელებ იტყვის იმას, რომ აი ეგ მირთვი. შენ რატო დალიეო გვინო? ან შენ რა იცი ღვინისო ან რაღაცა ეგეთ რაღაცას იტყვის უუჭველი. აიტყობა რომ აი გვერდზე მინდორში მუში არის დათესილი, იმიტომ რომ გემოიგზნობა და ეს ბუკეტი ზღურში ეგრევე გეცემა. რეკია დილამშვიდობის გავიღვიძეთ. რაღაც ძილის პონჩი და გაღვიძების პონჩი რაღაც კაი არის რა ეს ძველებური ვინტაჟური სტილი, მაგრამ მომეწონა. საწოლიც რომ მშვენივრად კომფორტული არის. მე ვეტავი ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი კაციც არ ვარ მე და ამიტომ კაი არის. კაი, წავედით საუზმეზე და მე უკვე საუზმედან ჩავერთვები რა. დავნახოთ რა ხდება საუზმეზე. წამოთ რომ წავედი მარტო. ოქ, ასობები რომ ჩაგივარდეს. ამოჭამოთ დილამშვიდობის. საუზმე ისეთია, საკმაოდ მრავალფეროვანია. მოკლედ ტოვებთ მემუარს. გამოვედით. რა მიდივართ თბილისისკენ. თვითონ სასტუმროთი რომ დავიწყოთ ადგილმდებარეობა, როგორც თქვი, ძალიან კარგია, ამ ცენტრში არის ეგრევე. ძალიან მეგობრული სტაფი არის, ძალიან კარგად მიგვიღეს. ნომერზე როგორც თქვი, სპეციფიური ნომერი იყო, საკმაოდ. 4 ცალ-ცალკე საწოლი არის. 4 ადამიანი მეგობარი რო დარჩეს, შვენიერი ნომერია. ეს ვინტაჟური სტილი და ეს თვითონ ავთენტურობა ძალიან მომეწონა. რაც შეეხება აივანს, ანუ ძალიან კარგი ხედი გქონდა და კარგი პატარა მყუდრო აივანი იყო, მით უმეტეს როცა ეხა 4 ადამიანი ხართ სასტუმროში, რაღაც მშვენიერი აივანი არის. ერთადერთი მინუსი რაც იყო წვიმის დროს, ანუ ალბათ პატარა გადახურვასავით უნდა კონდეს. ესეთი ზომის სასტუმროსთვის და პატარა სასტუმროსთვის საკმაოდ მრავალფეროვანი საუზმე იყო. ღვინის დეგუსტაციას რაც შეეხება, ღვინო კარგი იყო. და ეს მარანიც ისეთი არის. პატარა საყვარელი ის არის, მაგრამ ერთი საკითხი არის ისო, სადაც საუზმე არის, იქვე არის ეს ღვინის დეგუსტაციაც და რაღაცას და დიდი ალბათობით როგორც მე ვთქვი, გონი არ იყო ის თანამშრომელი, ვისაც ეს ევალებოდა. და ფიზიკურად რამოდენიმე 1-2 კადრი მგონი აკლიათ, იმიტომ რომ უწევდა რესეფშენის თანამშრომელს ღვინის დეგუსტაციაზე ჩამოსვლა, საუზმეზეც ყოფნა, ღამეც ყოფნა და საერთოდ არ ვიცი რომ წეძინა. კონდიციონერი იყო, არ გამოგვიყენებია, მინიბარი იყო, რომელიც ცოტა გაფუჭებული არის, იმიტომ რომ მგონი კარზე აქვს პრობლემა რაღაცა. საყინული ქონდა, ისეთი მიყინული იყო, ფაზლი უნდა გეთამაშა, რომ ჯერ რაღაც 5 ბოთლი უნდა გამოგეღო და აი რილსებში რომ რაღაც თამაშებს აგდებს ხოლმე, რაღაცა რა უნდა გაწიო და შემოწიო და რაღაცა იმის გამო საყინული ქონდა, მიყინული ძალიან დიდი. ულუდი დავლიე და ძლივს მივედი ულდამდე. ქულებით რა შევაფასოთ ეხა, ანუ ადგილმდებარეობა, რა ვიცი 9-10, იმიტომ რომ ცენტრშია. საუზმე 7. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული იყო და რაღაცა იყო, ანუ მე მომეწონა, მაგრამ გემრიელიც იყო რაღაცები, მაგრამ ყველაფერზე ესე თავს, ანუ 7 კულა ჩემი აზრით კაი კულა არის. სისუფთავეზე, აი მაგაზე ვიყოფი ორად, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, თვითონ ოთახში პირსახოცები რაღაცეები, ანუ სისუფთავე იყო, მაგრამ აბაზანაში იყო რაღაც ნიუანსები და ამიტომ 5 ან 6 კულას დავწერდი, ხო, აი 6 კულას დავწერდი. სტაფი თვითონ ძალიან მეგობრული იყო. 9. ხო, 9 კულა, აი ძალიან კარგად თბილად დაგვხვდნენ. ყველაფერი აგვიხსნეს თავიდან, ყველაფერი გაგვაგებინეს და ინტერიერს დაუწერ ალბათ 8 კულას. ეს 8 კულაზეც იმიტომ ჩამოვალ, რომ ანუ და არა 9-10, რომ ნომერში აიგნივა, სარკე რო არ იყო, ძალიან გული დამწყდა. რაც შეეხება ფასს მემუარში, აღნიშნული ნომერი ღირდა, საშუალოდ ღირს გააჩნია ალბათ სეზონს ეხა, მაგრამ ამ პერიოდში დაახლოებით ღირდა 350 ლარი უხეშად. რაც ვფიქრობ, რომ ანუ ძალიან მისაღები არის 4 კაციანი ნომრისთვის. და ეს პლუსია საკმაოდ დიდი. საბოლოო შეფასებაზე მე უკვე დავთვლი ამ ყველაფერს, რა გამოვა საშუალო ქულა და საშუალო ქულაზე მე შევჯერდებით, ან დავუშვათ რაღაც. დავამატებთ ან დავაკლებთ.
დიდი მადლობა, მოკლედ იმისთვის რომ მიყურებთ, თუ მიყურებთ. გამოიწერეთ არხი, ზარიზღილაკს დააჭირეთ და რავი, იმედი მაქვს რაღაცა დიდი ამბის პატარა დასაწყისი იქნება ეს ყველაფერი და მადლობა და დროებით გორეგებო. შესლია ჯერ დააფიქსირე. ხო, ან დახურული ვარ. აუ, შენდი. შინდა. უკან ყარა უტენოთ ნახეს. არა, მოიცა, მაცდი, მაცდი. დებილი ხარ სი? აი, ამოვიდა. გვედი იყოს, ბიჭო. ბავშვს ამ ჭირდება ძმა. Just feeling.